გამარჯობა. ეს არის Teacher Unfiltered with Nutsa. პოდკასტი, სადაც ინგლისური ენის მასწავლებლები ჩვენს გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებთ. დღეს ჩემი სტუმარია ნიუტონის თავისუფალი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ნეკა უნდილაშვილი. ნეკა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს მოახერხე და მოხვედი. მოგესალმები და ჩემთვისაც ძალიან სასიხარულო პირველ რიგში რომ გნახე. ჩემი უსაყვარლესი ერთ-ერთი უსაყვარლესი თანამშრომელი ჩემთვის და დასამახსოვრებელი პირველ რიგში და შორიდან კიდევ სულ გეფერებოდე და დღეს უკვე ეხლა ერთად გავუწევთ ერთმანეთს შემდეგ და ძალიან გამეხარდა როცა მომწერე ჩემ მეგობრებმაც მითხრეს რომ ეს ძალიან კარგი პოდკასტი აქვს და გადავნებდით ხალხს ხათა შორის და მეც რომ ამეცა საშუალება რომ ერთი-ორი სიტყვა ჩვენს პროფესიაზე კბილად გაგვეხსენებინა ის და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი ფიქრები და კონკრეტული რაღაცა და საშუალებები რასაც ვიყენებ, ძალიან გამეხარდა რომ ამის საშუალება მომეცა შენ. ძალიან საინტერესო იქნება მე მგონი. ნახოთ. ჩემთვის პირველია მაგალითად. იცი რა მითხარი? მოდი გავიხსენოთ პირველი მომენტი, როცა მივხვდი რომ მასწავლებლობა გინდოდა და გამოგდიოდა, როდის იყო? იცი რა, მე მყავდა ძალიან კარგი ინგლისურის მასწავლებელი. აი, გამორჩეული მასწავლებელი იყო სხვა მასწავლებლებისგან. ზოგადად მე ინგლისურის მასწავლებლებს გამოვარჩევ ყოველთვის სხვა საგნების მასწავლებლებისგან და ეს ადამიანიც იმ დროს იყო, აი, ძალიან განსხვავებული სკოლის მასწავლებელი. და აი ალბათ ვფიქრობ, რომ აი მისი გავლენა იყო მეთქი, რომ რაღაცნაირად აი ქვეცნობიერში მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი კი ფილოლოგიით დავამთავრე და ვფიქრობდი, რომ თარჯიმანი, მთარგმნელი, მერე წავედი რაღაცა პატარა ბიზნესის კუთხითაც და რაღაც აი ჩემი ქვეცნობიერი მაინც მასწავლებელი იყო, თქო ვფიქრობდი. და მე რაღაც მომენტში გამიჩნდა შანსი ამისი და აი ეს როცა ჩემ მასწავლებელთან ვურთიერთობდი, აი იმდენად მომწონდა, მაშინ იყენებდა ისეთ სახალისო მეთოდებს ენისწავლების vocabulary game-ები ქონდა ისეთი საინტერესო მოწოდებები. ძალიან გამემართლა. და აი მაგითი რაღაცნაირად მომწონდა და მინდოდა რომ აი თითქოს აბა მე როგორ ვიზამდი იგივეს რაღაცა სხვადასხვა ესენი ფიქრები მაწუხებდა და როდესაც ამისი მომენტი დამიდგა, იმიტომ რომ რაღაცა ბავშვები მყავდა უკვე შვილები პატარები და მინდოდა რომ ისეთ საქმესთან მქონოდა ურთიერთობა, რომ აი რაღაცნაირად ჩემ შვილებთან ახლოს ყოფილიყავი, თუნდაც არდათ ეგები ქონოდა ერთნაირად გაწერილი, ხო? აი მაშინვე ვიფიქრე, რომ აი ის ნეკამ გაიღვიძა ბავშვობაში რომ უნდა და რომ მასწავლებელი გამხდარიყო. ოკეი. ანუ ესე იგი, შენ დაამთავრე უნივერსიტეტი, მე რაღაც სხვადასხვა რაღაცებს აკეთებდი და მე მოხდა უკვე რომ 4 წელი დაახლოებით მქონდა სხვადასხვა საქმიანობებთან, რა თქმა უნდა, ინგლისურთან წყვეტა თავისთავად არ მქონია, იმიტომ რომ ენა ისეთია, რომ ყოველთვის სადაც არ უნდა იყო სულ გჭირდება. პარალელურად მქონდა მუდმივად უწყვეტი, ასე ვთქვათ, სტაჟი, იმიტომ რომ კერძო მოსწავლეები სტუდენტობის პერიოდიდან მყავდა და ზოგს მერე დაგაიზარდა, მერე ვიღაცას ბიძაშვილსაც მოუნდა და რაღაც, მაგრამ ყოველთვის აი რაღაცნაირად კვირაში დატვირთვა მქონდა ჩემი პირადი პრაქტიკით, მაგრამ აი სკოლაში ურთიერთობა იყო უნივერსიტეტის დამთავრებიდან დაახლოებით 4-5 წლის შემდეგ, ხო? და ეს პირველი სკოლა ნიუტონი არ იყო? არა, არ იყო ეს ნიუტონი საერთოდ არ იყო მაშინ, არ არსებობდა, ლამპარი არის, ახლაც არსებობს ეს სკოლა და ძალიან კარგი სკოლა თითულება და არის კიდეც და იქ იყო უკვე ესეთი ისა შეხება უკვე როგორც მასწავლებელი ვიყავი უკვე იქ. შენ შემოგთავაზეს თუ ვაკანსია ნახე თუ როგორ? შემომთავაზეს, იმიტომ რომ ჩემი მეგობრის დედა იყო დირექტორი და მითხრა რომ რატო არ გინდაო რომ მოდი ინგლისურის მასწავლებლობა, იმიტომ რომ შენ დიპლომი ხო გაძლევს ამის საშუალებასო და კი როგორ არა ფილოლოგია და მე ვცადე, ოღონდ ეგრევე მაშინ აბიტურიენტების ხო იცი კლასები ესეთი ის იყო და ამ საბიტურიენტო საათით დავიწყეთ რა ესე, იმიტომ რომ მე დიდებთან კერძო პრაქტიკა რომ მქონდა, უფრო ესეთი კუთხით მუშაობდი და დავიწყე ამით. მე რაღაცა მაინტერესებდა უკვე იქ რაღაც ხარვეზები რო ვიპოვე, მეთქი მოდი მე 11 კლასსაც ავიხვან, იმიტომ რომ მაინტერესებს მეთქი რომ იქ იგივე რაღაცები არ შემხდეს, თქო. იქ მე 11 და მე უკვე ესე ნელ-ნელა ყველა საფეხურზე, აბსოლუტურად ყველა საფეხურზე მისწავლებია და ძალიან საინტერესო არის, მიყვარს. აი ძალიან კარგია ეს რო ახსენე, მაინც როგორ თვლი, რომელ საფეხურზე უფრო მარტივია, უფრო რთულია, გამოარჩევდი? მარტივი, მაღალ საფეხურზე უფრო მარტივი არის რა კუთხით, იცი, რომ
არ გიწევს მოსწავლისთვის ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს. ისინი უკვე გააზრებულად, სკოლაშიც გააზრებულად დადიან, იციან, მიზანი აქვს და რაში უნდა გამოიყენონ და თითოეული წუთი გაკვეთილზე რამხელა მათთვის რამხელა ნაყოფიერია და მათთვის ჩართულობა და აი middle class-ები ცოტა რთულია, იმიტომ რომ მაინც სიცილქე უფრო ჭარბობს და შენ გიწევს ენერგიის ხარჯვა, არა მარტო ვთქვათ ისეთ მათ მიაწოდოს მასალა სწორად და ხო, აი classroom management-ი ცოტა ესეთი თემა არის. ხო, რა, აი ბავშვებთან classroom management-თან ერთად უფრო კიდე პასუხისმგებლობა, რომ აი ეს მიახვედრო. ხო, აი ეს მუდმივად ლამის კვირაში ერთხელ ვლაპარაკობთ ხოლმე, რომ აი დავალების კეთება, რატო უნდა ვაკეთოთ, რატო უნდა ვიკითხოთ, რატო უნდა გავაკეთოთ ესე თუ ის თემა და ასე შემდეგ. ბავშვებთან სხვა მომენტია, მაგრამ მე ზოგადად young learner-ები ძალიან მიყვარს. აი ძალიან და იქ კიდევ უფრო სხვა, იქ კიდე სხვა რაღაც. იქ ფაქტობრივად ხარ, არ ვიცი, აი მოტივატორიც ხარ, დედაც ხარ, რაღაცა მასწავლებელი თავისთავად ყველას უნდა იყო და რამდენიმე როლს ერთად ითავს. ძალიან საინტერესოა. კი. შენ თქვი რომ მოკლედ აი როცა შენი მასწავლებელი ახსენე რაღაც წარმოდგენა შეგექმნა მასწავლებლობაზე. მე როცა დაიწყე ეს პროცესი მით უმეტეს სკოლაში, რეალურად როგორი აღმოჩნდა, რასაც შენ ელოდი, ეგეთი აღმოჩნდა მასწავლებლობა თუ შეგეცვალა მე წარმოდგენა? აღმოჩნდა ჯერ ახლა ჩვენ აბსოლუტურად სხვა ტიპის მოსწავლეები ვიყავით, ვიდრე ჩვენ ახლა რეალურად ყავს ახლა მით უმეტეს კლასებში. კერძო მოსწავლეების კუთხით ისე დაახლოებით იგივე, ანუ მიზანი გაქვს, პროგრამა გაქვს, მუშაობ და აკვირდები შედეგს. მაგრამ კლასებში იქიდან გამომდინარე, რომ ყურადღების დეფიციტი არის უკვე ძალიან გაზრდილი და უკვე ბავშვებში, ანუ ყურადღებაზე შემოკლებული არის ხანგრძლივობა მათი ჩართულობის, მუდმივად ბევრად უფრო შემოტევადი ყოფილა ვიდრე წარმომედგინა. იმიტომ რომ მაშინ ჩვენ ბავშვები ვიყავით, რომლებსაც ანუ არ გქონდა გაჯეტები, არანაირი ტექნოლოგია, არანაირი სხვა რას გაგიფანტავდა შენ და დესტრუქტორები ესე ვთქვათ, რომ რაღაცა წავიდოდა შენ ყურადღება იქით და თუნდაც ხო, აი ამის თქმა მინდა და არ ჭირდებოდათ ბავშვებს და ეგეთი ის რომ მოდი ხა გაკვეთილზე ეს უნდა გავაკეთოთ ამის შეხსენება, რატო ვართ გაკვეთილზე. და ეხლა ნდელ ბავშვებთან ძალიან რთულია, მაგრამ საინტერესოა. საინტერესოა მე. კი, ძალიან საინტერესოა. ანუ შენ ამბობ, რომ მოსწავლეები ბოლო წლებში შეიცვალენ და ეს ფაქტიც არის პრინციპში, ხო? მე მინდოდა ამაზე გამახვილება ყურადღების. ისე იგი TikTok-მა, მოკლე ვიდეოებმა, შორთებმა შეამცირეს, ხო, მათი კონცენტრაცია, შეგვიძლია ვთქვათ. კი, დროის კონცენტრაცია. სხვათა შორის ეს უკვე დადასტურებულთაც ესე არის. მაშინ, როდესაც დავიწყეთ, მე ნიუტონში დავიწყე სწავლად, მაშინ ანუ სულ მუდმივად ტარდება დაკვირვება, შემდეგ ამის გადამუშავება მეცნიერულად და მე უკვე გვეზიარებენ, ხო, თავიანთი თქმებს და როცა დავიწყე, მაშინ გითხრეს, რომ არის დაახლოებით 14-15 წუთი და აი თქვენ უნდა მოასწროთ პირველ გაკვეთილის 14-15 წუთში თავარი სათქმელი თქვათ და მერე განამტკიცოთ სხვადასხვა აქტივობებით მიწოდებული ინფორმაცია. ეხლა ეს ჩამოსულია 2 წუთზე. და გვეუბნებიან 2 წუთი მერე ისევ განამტკიცეთ მიხვდებით რომ მოსწავლეები მზად არიან მომდევნო ინფორმაციისთვის ისევ 2 წუთი ისევ განამტკიცეთ და კლასებში და ეს ნამდვილად თვალსაჩინოა, ძალიან თვალსაჩინოა. იმიტომ რომ როგორც კი ცოტა, აი თუნდაც ვიდეოსაც კი აყურებინებ, რომელიც აი მე მახსოვს რომ ჩვენ სულ პროექტორებით მუშაობთ ნიუტონში და აი რაღაცა ხეცი ყოველთვის რაღაც ტექნოლოგიებთან ყოველთვის აქტიურად ვიყენებ და გაკვეთილზეც ან თუნდაც თამაშებით, ხო? ის რაც აი ვიდეოს რომელსაც ვაყურებინებ და თუნდაც 5 წლის წინ და იყო ძალიან ჩართულები ბავშვები და ინტერესით უყურებდნენ. რაღაც პერიოდი ქონდა კიდეც აი არდეგების წინ რაღაცა ფილმების კვირას ვეძახდეთ ნაწყვეტებს უყურებდით ფილმებიდან და ეს მათთვის უკვე არ შეუძლიათ ამდენ ხანს ვერ უყურებენ, ხო? 5 წუთიან ვიდეო მათთვის არის აი ფილმის ტოლი, ხო, თითქმის. მე ვეკითხე ხოლმე კინოში როგორ ჩერდებით. დედას არ მივყავარ, მეუბნება რომ შენ იქ ვერ გაჩერდები და ხო, რაღაცა ფორმით ამაზე დაფიქრება აუცილებელია.
ანუ ეს რა გამოდის, თუ ესე შემცირდა ამ ხნის განმავლობაში, ხო, ეს არის პოტენციურად შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს. ან რატო არის რომ რომელიღაც სხვადასხვა ქვეყნებში უკვე აკრძალეს ეს, ხო? აკრძალეს თუნდაც TikTok-ი რამდენიმე ქვეყანაში, იმიტომ რომ აი ზუსტად ეს რომ მოკლე ვიდეოების გავლენამ ბავშვების ყურადღების ხანგრძლივობა ძალიან მკვეთრად შეამცირა. მკვეთრად, კი. ძალიან შეამცირა. და AI-ზე რა სიტყოდი? AI უფრო ეხმარება მათ თუ აზარმაცებს? აქ აბსოლუტურად ბავშვის პასუხისმგებლობაზე არის დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს. იმიტომ რომ ხა ჩვენ ცხოდიდები ვართ, ხო? ხა როგორ ვიყენებ მე პირადად რაღაცა 1000-ნაირ აქტივობას მომიფიქრებთ ერთად, რაღაცა გადავხარისხებ, რომელიღაცას მოვირგებ, მერე გადავიტან. ვერ ვიტყვი, რომ AI-ის პირობებში ჩემი შრომა შემცირდა. პირიქით, ანუ მეტად მოგანდომებს მიხვდი, რომ სხვადასხვა იმხელ არჩევანს გაძლევს, რომ დრო ფაქტობრივად მეტი ჭირდება ამას, რომ აი თქვა გაკვეთილის გეგმის წერის დროს მინდა რომ ბევრი რაღაცა მოვასწრო, იქ გავითვალისწინოთ ცოტათ ის მოკლე ყურადღება და ამიტომ სხვადასხვა აქტივობებით ვცვალო და ძალიან შრომეტევადია. მოსწავლეების შემთხვევაში კი, აი ვთქვათ, ჩვენ სკოლას აქვს შეძენილი, რომ ის პროგრამა, რომელიც ამოწმებს, აი რა ხარისხით, რა პროცენტით, კი. მაგრამ ნუ ყოველ გამოსავალს ხეცი, სადაც ხვრელს დაინახავ ყველგან იპოვი, ამიტომ მოსწავლეებს ვეუბნებით, რომ აი პასუხისმგებლობა რატო, იმიტომ რომ გაეცანი, კი, გადაამუშავე ინფორმაცია, მაგრამ მიდი და მე შეშეკრები, ხო, არა, ბოლოს აი გამოიყენე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ის, რომ შენ თვითონ წარმოდგენა არ გაქვს და მომეც მოგვიტანე აქ და თქვა გააკეთე. ამიტომ ხო, აი ამაზე სულ საუბრობთ გაკვეთილებზე. young learner-ებთან ეს რა თქმა უნდა არ მსაჭიროება არ არის, იმიტომ რომ არც იციან ხა სწორად გამოყენება და არც იყენებენ, მაგრამ აი დიდ მაღალ ასაკში განსაკუთრებით თინეიჯერებთან, ხო, იმიტომ რომ ურჩევნიათ, რომ ის დრო სხვა რამეზე დახარჯონ და მე ხო მარტივია, რატომაც არა. და შენ კონკრეტულად გქონია ეს შემთხვევა, როცა ამოწმებ თემას და სრულებით AI შექმნილი კი, გვიწერს, ჩვენ პროგრამა გვიწერს, ბავშვსაც ატვირთავს მენეჯმენტში. ანუ მიუხედავად ამდენი გაფრთხილებისა, რომ ეს არ გონიათ, რომ არ გამოუვა და ამ დროს როცა აუბნები, რომ არის ესეთი, ანუ ხე 78% და ანუ რო შენ რაღაც გააკეთე კითხებით და მაგ დროს რა უწევთ, გადაწერა უწევთ, არის რამე ხრიკები, ანუ რასაც ანუ დავუშვათ სულ აღმოჩნდა, რომ AI-ის გაკეთებული. არა, ვეუბნებით, რომ ხა ჯერ პირველი გაფრთხილება თუ არა, ვეუბნებით რომ მოდი მოგცემ კიდევ 2 დღეს გაგიხსნი დავალების ნაწილს და ამიტვირთე, ხო, შენიც ცადე. იგივე ინფორმაცია რაც ამიტვირთე, მოდი გაიაზრე და განავითარე კიდევ მეტად, აი თქვა იქაც ხო რამდენადაც აღმოაჩენ, ხო, ეხა ეს AI-იც ხო არ არის უნივერსალური, რომ ყველაფერი სწორად იცოდეს. იქაც გადამოწმება აუცილებელია და მერე უკვე აბა შენ თვითონ დაამუშავე, იმიტომ რომ და როგორც წესი მერე უკვე თვითონ კი, ანუ როდესაც ანახებ ხა ამ პროგრამას 75% და 100% არ მიხდია ჯერ პრაქტიკაში, არა. 80-85%. ხო, იქ რაღაცა ოდნავ I suppose-ით რომ დაიწყოს უკვე ხო იცი. უკვე ეგრე ხა იცლება და ისე ძალიან ეთიკა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია და სულ ვეუბნებით, რომ ჩვენ თვითონაც ხა ტრენინგებზე გვეუბნებიან, რომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ის ძალიან კარგი რესურსია ჩვენივე განვითარებისთვის, მაგრამ სწორად სწორად და ეთიკურად და საინტერესო კუთხით განვითარებით, იმიტომ რომ ამის გარეშე აღარ გამოვა. კი. ახლა ჩვენ ადრე ხო მაინც Google-ს ვიყენებდით. და იქ ვეძებდით ინფორმაციას, მაგრამ ის არ გვაძლევდა ამ ბლოკნოტი. ჩაწერა, კონსპექტები, მერე ამ სხვადასხვა რაღაცის შეკოწიწება და ეხლა იქ რომ უცბად მზად არის, რა თქმა უნდა, რაც სული წაგძლევს ალბათ, რომ პირდაპირ გადაწერა. არა, ძალიან კარგი, ანუ ეს ხა არ ვაღიაროთ, ამისი არ აღიარება, ანუ ჩვენი მხრიდან იქნება რაღაცა ისეთი არ ვართ ხა წარმოუდგენელია, ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ ეთიკურად და ჩვენივე განვითარებისთვისაც შეგვიძლია ძალიან კარგად, იმიტომ რომ ხო, სწრაფად და ძალიან მრავალფეროვნად შეუძლია
დაგვეხმაროს. ეს ხო რესურსების მოძიება და ბოლოს ვიყავით ტრენინგზე, ძალიან ბევრი ტრენინგი არის უკვე, აი სწორად გამოყენება და საინტერესო ხერხი და აი ბოლოს როცა ვიყავით, იქ იყო რომ აი writing-ი ხო ყველაზე მოსაწყენი აქტივობა არის ბავშვებისთვის და მასწავლებლისთვის რთულად დასაგეგმი, იმიტომ რომ ბავშვები ჩართო აი ძალიან რთულია writing-ის. ეწერენ ერთი და იგივე ლექსიკით, ერთი და იგივე ვთქვათ რაღაცა წინადადების სტრუქტურა სულ გასასწორებელი გაქვს და აი ძალიან კარგი გაგიზიარო გინდა და ეს გაინტერესებს. კი, როგორ? AI-ის იმიჯ შექმნა, ჩვეულებრივ ესეთი ფორმით იყო, რომ აჩვენეთო ფოტო და სხვადასხვა დავტესტე. ეხლა გავდივართ კლასში, ხო. არა, კლასში დავტესტე. Travel through writing, ეგეთი თემა გვაქვს ახლა ძალიან საინტერესოა და აი იქ გამოვიყენე, რომ აი ვაჩვენე ფოტო ადამიანი ისვენებს სანაპიროზე და აღწერეთ თქო ეს ფოტო ისე რომ მიიღოთ ზუსტად იგივე იმიჯი, ხო? ანუ რამდენიმე დეტალი უნდა აღწერო, ხო წარმოგიდგენია ამ ადამიანს სტატუ ქონდა მაგალითად, იქ ადამიანი ბავშვი ბანაობდა, იქ რაღაცა ყველაფერი უნდა ყოფილიყო მათ აღწერაში დეტალურად. ისეთი საინტერესო იყო. ჯერ ჩვენთვისაც ახლა როცა გავიარეთ ტრენინგზე, ჩვენ თვითონ ანუ ვინც ზუსტად დასვა ეს ფოტო იყო, ანუ ისეთი დეტალური აღწერა ქონდა, რომ ასე იგი უნდა რამდენი და იქ ვიწერს რამდენი პროცენტით და გაარწი რა და ძალიან საინტერესოა და აი ასეთი რაღაცები. ანუ რაღაცა უნდა მოიფიქრო, რომ ინტერაქციული გახდეს და უბრალოდ შაბლონური წერა. აუცილებელია, კი, აუცილებელია და პლუს ამას უკვე თან ხედავ, რომ აი მართლა დაწერა სწორად უკვე აღწერა. იცი რა შეიძლება ასეთი აქტივობებით ბავშვს განსაკუთრებით ამას აქში წერა შეაყვარო კიდევაც. ხო, ეს ხო იმასია. ზოგს ბუნებრივად უყვარს, იმიტომ რომ ნიჭი აქვს და ქართულადაც მშვენივრად წერს და იმის მიხედვით ინგლისურად მე მყავდა რამდენიმე გამორჩეული მოსწავლე დღემდე მახსოვს, ვისაც ისე ძალიან უყვარდა წერა, მეხვეწებოდნენ, თავისუფალი თემებია, მომეცია აი ძალიან გთხოვ, მინდა რომ დავწერო და მეც რა თქმა უნდა უარს არ ვეუბნებოდი და პირიქით რაც მათ აინტერესებთ, თავაზობდი და ისეთი საოცარი ნაშრომები ქონდათ. კი, და ლექსიკა ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ლექსიკაც ხო. მაგრამ ცდილობენ, იცი, როცა გიყვარს ეს პროცესი, მაქსიმალურად ცდილობ, რომ ყველაფერი აღმოაჩენინო, ხო, აღმოაჩენინო ელემენტარულად ხარ, ხო, სადახა დაწერო ადამიანი მაგალითად დაწერო რომ რაღაცა ტყის ფონზე ბავშვები თამაშობენ და ამ დროს აღწერო რომ აი ბავშვები თამაშობენ, გაფენილია ხალიჩა, ტყე არის ამფერი, მის უკან რაღაცა დედუქცია გამოიყენა. ძალიან საინტერესო, ესეთი ძალიან ბევრი რაღაცა შეგვიძლია რომ AI სწორად გამოვიყენო, თუნდაც გაკვეთილზე. ხო, და არა უბრალოდ ის რომ წავიკითხე და მე მათ მივაწოდე რაღაცა. ხო, ეს ცოტა მოსაბეზრებელია. ჩვენთვისაც მოსაბეზრებელია პირველ რიგში გონებისთვის ძალიან აზარმაცებს და ჯობია რომ ისე ვიცე ჩვენ თვითონ ვიფიქროთ კრეატიულად, მაგრამ ტექნოლოგიურად ძალიან კარგია. იმ ხრივ ისევე როგორც ინტერაქციული თამაშები, მაგალითად ძალიან სახალისოა. ხა კაჰუტი რო არ იყოს, ხა კაჰუტი თავიდან გეცოდინება, ხო, როგორი იყო? გაკვეთილზე რამხელა აჟიოტაჟი ქონდა კაჰუტის თამაშს, ხო, ველოდებოდით, რომ აი ბავშვები, მეც ველოდები, იმიტომ რომ მეც ვიყავ ერთ-ერთი პერსონაჟი ყოველთვის მეოთავაში მეც ვიყავი და მეჯიბრებოდით ასე ერთმანეთს, მაგრამ აი იცვლება, იცი, ხა კაჰუტი რაღაცა ახალი უნდა შესთავაზო, ახალი, სულ ახალი, როგორც ვითარდება და იცვლება ჩვენს გარშემო ყველაფერი ტემპი ცხოვრების და ტექნოლოგიები და ასე შემდეგ, ასე ჭირდებათ ბავშვებსაც. აი სულ სიახლე ჭირდება და ჩვენც უკვე სხვა გზა გვაქვს, უნდა დავყვეთ მათ მოთხოვნებს. კი, აუცილებლად. არა იმიტომ, რომ აი რაღაცა გაჯინდები და იტყვი, რომ ბოლო მე მასწავლებელი ვარ და მე ასე მინდა, მაგრამ შენ თვითონ არ ხარ კმაყოფილი, როდესაც აი ბავშვი შედეგი შეიძლება და ბავშვსაც გახედავს, ხო, ერთადერთი თუქშიათ, კაი გახედეთ, ვეტყვი ხოლმე და დანარჩენი სხვა შემთხვევაში უკვე მეთქი მე ხო იცით ეგ მწყინს, თქო. შენ კერძო ცენტრშიც გაქვს გამოცდილება მუშაობის. ამ შემთხვევაში რა სიტყვოდი, აი რა განსხვავებებია კერძო სკოლასა და კერძო ცენტრში მუშაობის შორის? ცენტრში ჯგუფი უფრო პატარაა. მე სადაც მე როგორც როცა მუშაობდი, 5-6 ბავშვი ყავდა, ესეთი მაქსიმალური რაოდენობა, ხო, ესე იყო. ჩვეულებრივ სკოლის, კერძო სკოლის გაკვეთილთან შედარებით არის ეგ, რომ ბავშვები, რომლებიც მოდიან ცენტრში, არიან სხვა განწყობა აქვთ, ანუ სხვა მოლოდინები აქვთ. მათ უნდათ რომ გაიღრმავონ და ამისთვის მზად არიან.
იციან გაზრებით მოდიან, აბსოლუტურად, აბსოლუტურად გაზრებულად იციან, მოლოდინები უკვე აქვთ იმისი, რომ შენ მათ უნდა ასწავლო და აღარ არის საჭიროება იქ კერძოა სკოლა, ხო? მაინც გიწევს მოსწავლეებთან საუბარი, შეახსენო ეგ დავალების გაკეთების აუცილებლობა, უნდა ეუბნები რომ შენ ამიტომ და ცენტრს ეს არა, ხო? იმიტომ რომ იციან, რომ იქ მიდიან და განვითარდნენ კიდევ უფრო მეტად რასაც ხო, გაღმავთ თავიანთი ცოდნა. კი. და როგორც მასწავლებელს სად უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდა, რა სიტყვოდი? ცენტრში თუ სკოლაში? ცენტრში თუ სკოლაში? ცენტრში უფრო, იმიტომ რომ იქ აბსოლუტურად კი, გვაქვს სილაბუსი, მაგრამ კი, სილაბუსი, რომელსაც ისიც ჩვენ შექმნილი იყო, ვიცოდით წლის მისაღწევი გეგმები და პროგრამა, რა უნდა გვეკეთებინა და რა უნდა დაგვეფარა, თუმცა აი აქტივობები მთლიანად შენ აბსოლუტურად ხვდი და შექმნა ხო? კი, ყველაფერი აბსოლუტურად. უბრალოდ ვიცოდით პროექტის დღეები, თქვათ ეს სპექტაკლის დღე და დანარჩენი გაკვეთილის შენზე იყო. ხო, თან ცოტა ბავშვი რო არის, იქ უკვე ინდივიდუალურადაც ახერხებ, რომ აი თქვათ ერთ რაღაც კონკრეტული თქვათ reading-ის პრობლემა აქვს, მოდი მე ახასამან ამას writing-ს ვაკეთებ, მოდი reading-ში დავეხმარები და გაკვეთილზე ძალიან ვცდილობ, მაგრამ ყოველთვის არ გავხდის. ისევ რაოდენობის რაოდენობა, ხა ჩვენთან 13 ბავშვია ჯგუფში მაქსიმალურად. ხო, არც ისე ბევრი ხა საჯარო სკოლის მასწავლებლებთან რა გამოწვევას წინაშეც ისინი დგანან, ხო, ვერც შევედარებით. თუმცა მაინც 12-13 ბავშვშიც ძნელია, რომ ყველა საკუთარ ინდივიდუალურად მიუდგება. თან გაკვეთილი 45 წუთიანია სტანდარტულად. და თუმცა ყოველდღე აქვთ. ხო. ეს ძალიან კარგი. კერძო სტუდენტებიც ახსენე, დღემდე ყავს. რა პლუსები და მინუსები შეიძლება გქონდეს კერძო სტუდენტებთან მუშაობას? შენი გადმოსახედით. პლუსები და მინუსები. მე ზოგადად მიყვარს კომუნიკაცია, ეს ინტერაქცია და მე კერძო სტუდენტები მყავს ონლაინ. და მაინც ჩემთვის ძალიან კომფორტულია, თუმცა მე აი ესეთი პირისპირ ურთიერთობა ბავშვებთან, თანამშრომლებთან, ხო, რაღაცა ესეთი ფორმით, ამიტომ ორივე მხარე მაქვს არჩეული. თქვათ სკოლაშიც რო ვიმუშაო და პლუს გაკვეთილის კუთხით ფაქტობრივად ინდივიდუალურია, ხა 2-3 ბავშვი როდესაც ყავს გაკვეთილზე, კერძო პრაქტიკაში ვიძახი გაკვეთილებს და თავისთავად უკვე იქ სრულად ინდივიდუალურად მიდის რა, ან მათ მოთხოვნები ანუ ერთი ის ვერ გექნება, ხო? აი რომ აი ამას B1 დონეზე, მაგალითად პირველ გაკვეთილზე უეჭველი ეს უნდა გავაკეთო მე ეს მაგას ვერ გააკეთებ. კი, იქაც იგივე ფორმით მე მაქვს თქვათ ჩემი მისაღწევი გეგმები, თქვათ რაზე უნდა გავიდე მაგალითად 2 თვის შემდეგ, მაგრამ უფრო გვაქვს ასე ვთქვათ მოქნილობის სკოლაში ხა ჩვენ ესე ყოველკვირეული გეგმებით მუშაობთ, ყველა გაკვეთილი წინასწარ გაწერილია, ძალიან კომფორტულია. მაგრამ სამაგიეროდ ეს არის, ხო, სკოლას თავისი ის აქვს. კი, თავისი. დადებითიც და უარყოფითიც და ინდივიდუალურ გაკვეთილებს თავისი. და რადგან ახსენე ონლაინი, დაუბრუნდეთ საჭირო როტო კითხვას, ყველა რომ სვამს. ონლაინ სწავლა რამდენად განსხვავდება, კერძო მოსწავლეებში პირისპირ სწავლისგან? შენი აზრით ეფექტურობა თუ არ იმიტომ ხშირად მეკითხებიან ონლაინ სწავლა, ონლაინ გაკვეთილები ეფექტურია? აბსოლუტურად. აი აბსოლუტურად. მე მახსოვს ზუსტად ახლა 6 წლის წინ კოვიდის დროს, როდესაც გახდა საჭიროება, თავიდან ერთი დაახლოებით 5 დღე ვიყავი, მიხაროდა რომ ლოცავდი, იმიტომ რომ მართლა დავისვენეთ და 5 დღის შემდეგ უკვე სკოლამაც უცებ გადავეწყეთ ონლაინ სწავლებაზე და ასე მალე ჩაკეტვიდან კი, მალე ეგრევე. აი ეს იყო საოცარი, ჩაგვიტარდა ონლაინ შევედით ესე Zoom-ში, ონლაინ ტრენინგი ჩატარდა და გადმოგვეგზავნა ცხრილი, რომ იგივე ცხრილით ვიწყებდით მუშაობას, დილის 9 საათზე ვჯდებოდით და 3 საათზე.
მე ჩემ კერძო ჩაწერები და რაღაც არ არაფერი მსგავსი. თუმცა ჩაწერილი ქონდა ეს რომ ვიღაცას რამე პრობლემა არ შეექმნათ, როგორ უნდა უცებ შეხვიდეთ, გამოხდეთ ეს რაღაცა ეს Zoom-ის გამოყენება. მაგრამ თვითონ გაკვეთილს არ წერდით. არაფერი, არ წერდით. და მე ხო, და მე ჩემ კერძო მოსწავლეებსაც აი ამ 5 დღის შემდეგ როცა მსქენი, მეთქი ესეთ მე მგონი ეს არ გაგრძელდება, მოკლე ხანი არ იქნება, მე მგონი ეს კარგი ხანს გაგრძელდება თქო და მოდით გადავიდეთ სკოლაში ესე დავნერგეთ თქო და მოდით ვცადოთ თქო და თუ გამოგვივა თუ არ გამოგვივა და მაშინ მეთქი რაც იქნება როცა დამთავრდება დაველოთ და დასრულება თქო. აი არავინ არ დაბრუნდა ოფლაინ სწავლებაზე. ან ყველა იმდენად კომფორტულია. მე ჩემ თავზე არ ვფიქრობ ხოლმე აი მოსწავლეების კომფორტზე ვფიქრობ და ჯერ აღმოაჩინეს დრო დაზოგეს გზაში რა დრო ენერგია თავისთავად დროში მე თვითონაც უკვე ჩემთვისაც ძალიან კომფორტული იყო იმიტომ რომ იცოდნენ რომ აი ვინ რომელ საათზე უნდა შემოსულიყო ჩართული მქონდა ყოველთვის ეხლაც ასე ვარ და რაღაცა ყველას ძალიან ორგანიზებულია ბევრად რა ანუ ვიღაცას დააგვიანდება იქ ტრანსპორტის რაღაცა პრობლემა აქვს და აქ უკვე ესეთი რაღაცა არ არის როგორც წესი ეს პრობლემები აღარ იჩენს რესურსები გაქვს ონლაინი სადაც კომპიუტერით ხო გაუხსნი იგივე ყველაფერი ან რა წადასინი ყველაფერი აბსოლუტურად იგივეა ვიცი რა არ ქონია შემთხვევა ახლა მე მეუბნებიან ხოლმე მაგალითად ვინც ადგილზე მოდის ის სტუდენტებს ვეძახი ყველა ასაკის სტუდენტს ხო მეუბნებიან რომ მე ვერ ვსწავლობ ონლაინ აი შენი აზრით შეიძლება ადამიანმა ვერ ისწავლოს ონლაინ იქნება არის რაღაცა ესეთი კატეგორია ადამიანების ვინც უბრალოდ ვერ იცი რა აი ტექნოლოგიასთან თუ არ აქვს პრობლემა იმ writing-საც ახლა ხო writing ისეთი მომეცირვეული გაგისწორო და თქვა დაგიბრუნე feedback-ი ნახე უცებ რაღაცა იმ writing-საც ძალიან მარტივად ვიცი რა პრობლემა ფოტოს გადაიღებს ხო წამიჭირდება და ვეუბნები ახლა დადექი და მოდი აბა მე რასაც გეტყვი ის ჩაასწორე ჯერ საკუთარი ხელით გასწორება კიდევ უფრო თვალსაჩინოა და გეხმარება რომ აღიქვა ხო შეცდომა და თან ესე ძალიან მარტივად თავისთავად ეს ონლაინ თამაშები იქნება თუ ისინი ყველაფერს ან ბევრად ადვილად ვწდომა წიგნების რაღაცა ახლა ყველაფერი ხო ყველა ერთ წიგნით ხო არ ასწავლი ხო კერძო PDF-ები გაქვს იქ სხვადასხვა რესურსებს იყენებ ონლაინ სავარჯიშოები გინდა და ეს ამდენ მოატრიელი გაკვეთილზე თუნდაც ახლა კომპიუტერი ზოგს რაღაცა ხედულობის პრობლემა აქვს ეს ართული მე ვფიქრობ რომ გააადვილა სწავლების პროცესი და შენ რო ასწავლ ჩვენთვისაც გააადვილა ამ კუთხით. იცი რა ალბათ მე ვფიქრობ აი ოღონდ არ უნდა ქონდეს ტექნოლოგიებთან პრობლემა და აუცილებლად უნდა იყოს მე ჩემი მოთხოვნა ხოლმე რომ იმუშავეთ ლეპტოპით და ვიმუშავოთ კამერით. კი და არა ტელეფონით ცოტა მოხერხებოდი ხო თუმცა ნუ არის გამონაკლისები აკლებს რა მე ესე ვფიქრობ რომ ბავშვი ხა ტელეფონით ხა ბებოს რო ელაპარაკები და გაკვეთილზე შედიხარ ერთი და იგივე იმითი ცოტა ხო ისეთი ის არის ხო და ამიტომ ვეუბნები რომ აუცილებლად მშობელს როცა თქვა იწყებთ გაკვეთილას ან ჩემი მოთხოვნა არის ხოლმე ეს რომ გთხოვთ აუცილებლად ბავშვს კონდეს ლეპტოპი რომ მან თუნდაც ის რომ მე გავუზიარებ ეკრანს ტელეფონი ძალიან რთულია და მე მისთვისაც არა კომფორტულია და შესაბამისად მე мотиваციაც უვარდებათ შეიძლება კი ესეც იყოს მაგრამ იცი რა არის აი მაგალითად დაკვირვებული ვარ რომ განსაკუთრებით უფროსების საკმაოდ ისეთი დიდი პროცენტი ტელეფონით ერთვება ონლაინ გაკვეთილებს და ეს ტელეფონი იმდენად მოსახერხებელია რომ ტელეფონში ისინი ფილმებსაც უყურებენ, რა ვიცი, საქმესაც აკეთებენ. აი ზუსტად ამის თქმა მინდა, რომ უნდა განსხვავდებოდეს. ხო, მაგრამ აი მათთვის ეს არის რა სასწავლო პროცესი და საკვეთილობა, გაკვეთილია, ხო? სასწავლო საკვეთილო პროცესი უნდა განსხვავდებოდეს გართობის პროცესისგან, ხო? პლანშეტით მისაღები, ანუ პლანშეტი თავისთავად ახლა ეკრანი დიდია, გაუშვი ეკრანზე, ვთქვათ, წიგნს ან სავარჯიშოს ან რაღაცას და ანუ უნდა აუცილებლად მოსახერხებელი არის გეიმ ეკრანი. ნუ ალბათ მათი ის არის ეს ხო ჩვენთვის პრინციპში ხო რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ მე ყოველთვის ლეპტოპს ვიყენებ ხოლმე და შენც ლეპტოპს იყენებ ალბათ ხო მაგრამ
თვითონ ახლა ის კი არა და ეგეთები არასოდეს არ მჯდარბარ მაგალითად ონლაინ გაკვეთილზე რაღაცა კამერა გამორთული გამორიცხულია, მაგრამ ახლა ხო არის რომ რაღაცა და ჩაიცვი თავისუფლად და შემოდი გაკვეთილზე. აი არ მახსოვს. რაღაცნაირად ჩემთვის ეს ძალიან სხვანაირად პასუხისმგებლობით ვუდგები. ისევე როგორც აი სკოლის გაკვეთილი. სამსახურია ეს ჩემი და მე ამ სამსახურში უნდა წავდგე ღირსეულად. აი ეს საკუთარი დისციპლინა კი, არც მინდა რომ შევცვალო, იცი, რაღაცნაირად მინდა რომ ვიცოდე რომ რაღაცა განსხვავდება. ის სხვა რაღაცა და ეს უკვე სხვა არის. როგორ ფიქრობ, მასწავლებლები ხანდახან რატომ გადაიწვევიან ხოლმე ერთგვარი burnout-ი რომ აქვს მასწავლებელს, აი შენ თუ გიგრძნია რომ რაღაცა მაისი ჩვენ მარტო მასწავლებლები არ ვართ, აი უბრალოდ რაღაცა ცოდნა გავცეთ და ავუხსნათ და გამოვედით ან ჩვენ ვართ ამ ბავშვებისთვისაც და ზოგადად მასწავლებლებისთვისაც ძალიან დიდ ემოციას ხარჯავთ რა, ენერგიას, ემოციას და ეს ყველაფერი მე რამდენად სადაც ახლა მე ამდენად ურთიერთობა, აი ძალიან დიდ ენერგიას გართმევს, აი ძალიან. და ეს ზუსტად ეგ არის, რომ მთელი 10 თვის მანძილზე იმ დღეს ვანგარიშობდი, ესე კვირაში წელიწადში დაახლოებით თქვენ სასწავლო წლის მანძილზე 854 მარტო სკოლაში გაკვეთილებს ვატარებ. ხო, წარმოგიდგენი 36 კვირა. ან თითქოს ახლა 22 საათი, მაგრამ ეს 22 საათი ზუსტად გადავამრავლეს. რომ მომიჭირა თავში. წარმოიდგენი ხო, სხვა. მე აქეთ მოbrunებული კიდე მე კერძო გაკვეთილები ესენ და ფაქტობრივად აი სულ გასცემ, სულ ამ იმას გასცემ და სიმართლე გითხრა მე არც იმით რომ მაქვს არც იმით ფუფუნება რომ სხვისგან მივიღო და ახლებით ახლა რაღაცა თქვა გინდა ეს ემოციას ანუ სხვა ხო ეს იგივე რაოდენობის ვერ მიიღებ იმდენ დრო გეხა იმდენი დრო სულ რამდენი საათი გვაქვს განა 8 საათი ხო უნდა გვეძინოთ და იმისგან და ფაქტობრივად სულ გავცეთ და მე ეს ადედეგების დროსაც სულ მუშაობთ ანუ ადედეგების პერიოდში აი ადედეგები ეგ მიყვარს ხო არდეგებს დროს ძალიან არც კერძოები ყავს იცი როგორ ვარ არიან 2-3 მოსწავლეებისთანაც ესეთი უნდათ რომ უწყვეტ რეჟიმში იყვნენ იმიტომ რაღაცა ვთქვათ აღმოაჩენენ რომ აი თქვა ცოტა წყვეტად თუ აქვთ ან არდეგების დროს ან რაღაცა ურჩევნიათ რომ სულ ტონუსში იყვნენ ბაგრძელებ ხოლმე მაგრამ ისეთი დატვირთვა თავისთავად არ არის და აი ეგ დრო უკვე ჩემია რა ეგ მე როზრული ჩემ განვითარებაზე ეგ ჯიმში დავდივარ იქ კი ეს დაალაგებული ზაფხულის ციგნები აი ეს არის ჩემი მითაიმი ხო ზაფხული მაგრამ იცი რა არის ახლა მე რო სკოლაში ვმუშაობდი კერძო სკოლებში რამდენიმეში მახსოვს რომ არდეგების დროს ადრე მივდიოდით ხოლმე აი აგვისტოდან უკვე იწყებოდა შეხვედრები და რომ თავდებოდა სემესტრი პრინციპში მაინც ივნისის ბოლომდე დავდიოდით ხოლმე ახლა აღარ არის ესე თუ მე მახსოვს არასოდეს იცი რა არის აი ჩვენ სკოლას არ ქონია ეგეთი რაღაცა ანუ ერთი კვირით ადრე მივდივართ სემესტრის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მივდივართ კათედრის ხდომა გვაქვს ხოლმე შევხვდებით მანამდე გვაქვს ჩვენ სანამ სასწავლო წელი მთავრდება მანამდე ვაკეთებთ ხოლმე მომავალი წლის საქმეს ხო ანუ წლის ბოლოს ხო? წლის ბოლოს გავაკეთებთ, ანუ ვიცით უკვე შემდეგ სასწავლო წლის საათები, ვიცით რომელ კლასზე ვართ, თქვა სილაბუსზე პასუხისმგებელი, უკვე ვიცით. შეიძლება პირველი ორი კვირის გეგმაც კი გქონდეს დაწერილი, ხო და ძალიან მოსახერხებელია. ძალიან მოსახერხებელია, კი, რთულია, მაგრამ ძალიან მოსახერხებელია სამუშაოდ ამ კუთხით და ერთი კვირით ადრე მივდივართ, უბრალოდ გავეცნობით მოსწავლეების სიას, რომელიც უკვე ატვირთული არის რეალ ჟურნალში, თქვა თუ ვინმეს კონკრეტული რაღაც ინდივიდუალური საჭიროებები აქვს, მაგეებსაც წინასწარ ვიცით, რომ კონკრეტულ ფორსზე ინფორმაცია გვაქვს და მერე უკვე კიდევ ვისვენებთ მერე, ანუ იმ წინა კვირაში აი 2 დღე მაქსიმუმ შეიძლება მივიდე. მერე ისვენებ და მერე იწყებ. ახალი მასწავლებლებისთვის ტრენინგები არის ჩანიშნული, ზოგი შეიძლება ონლაინ იყოს, სურვილი ვისაც ექნება თავისთავად ყოველთვის ღია აკარი და მერე უკვე იწყება სწავლა და ეს სწავლის ფაქტობრივად ის დრო ზაფხულის და ზამთრის აქტივები თქვენ დრო ხო. იცი რა არის აი ადმინისტრაციაც ახლა ისე არის რომ ფაქტობრივად
ჩვენ გაძლევთ ამის საშუალებას. ხო, აი ხვდებიან, რომ ეს აუცილებელი, ეს რამე ის კი არ არის ფუფუნება, ეს ჩვენი საჭირო და აი ხო, ჩვენ თუ არ ვიყავით დასვენებული, ფაქტობრივად ძალიან მერე ურთულესია, ხო, გაჭირდება. და ასე თუ ისე საკმარისია, ხო, რაღაც recharge your batteries ახერხებ ამ. მაგალითად საკმარისი არასდროს არ არის, მაგრამ კარგია. კი, არაფერს ჯობია. არაფერს ჯობია, ხო, არა. შენ ნახსენე მშობლები რამდენიმე წუთის წინ, ხო, რაღაცა მშობლები რომ რაღაცას შენ რო ეუბნები რაღაცას თხოვ მაგალითად და ასე შემდეგ. მოდი მითხარი მშობლების და მასწავლებლის ურთიერთობა ამ ჭრილში, ანუ რამდენად ხშირად გაქვს მშობლებთან ურთიერთობა, ელექტრონული ჟურნალი გაქვთ და რამდენად ხშირად გაქვს მიმოწერები, როგორ არის? მე პირადად ძალიან აქტიურად თანამშრომლობ მშობლებთან. და თავიდანვე როგორც კი თუნდაც ახალ კლასში რო შევდივარ ყოველთვის ვეცნობი ხოლმე ეს ელ-ჟურნალში გავუგზავნი საკონტაქტო ინფორმაციას. ვეუბნებით შეხვედრებიც გვაქვს ხოლმე წლის დასაწყისში ონლაინ შეხვედრა დაახლოებით 15-20 წუთიანი რომ გავეცნოთ ვინ იქნება შენი მასწავლებლები თითო კლასებში ვინ როდის შედის ხოლმე პირველ კლასთან თქვა მესამე მეორე კლასში უნდა შევიდეს თქვა ნეკა და თქვა სვეტა წინაზე რო ყავდა შენ ჩემ მეგობარი და აი მე და სვეტა სხვა მასწავლებლებს სხვა საგნის მასწავლებლებთან ერთად უბრალოდ ზუმში შევდივარ და გავეცნობით ამ მშობლებს რომ წარმოდგენა ქონათ იმიტომ რომ ჩვენთან ესეთი გახსნილი მშობელთა კრებები არ არის გეთი რომ არა გაქვთ ადგილზე ინდივიდუალურად ხოლო თუ საჭიროება იქნება ისე არ არის მაგისი აუცილებლობა იმიტომ რომ სულ ხაზზე ვარ და ამ გაცნობის შემდეგ მეილსაც ელ-ჟურნალშიც გავუგზავნი ხოლმე რომ თუ თქვათ რაღაცა თქვენ თუნდაც შეატყობთ ან მოსწავლეს мотиваცია აქვს დაბალი ან რაღაცა გედახმარება გჭირდება ჩემი კუთხით აუცილებლად ხაზზე ვარ და მე უკვე თუ მიდის პროცესი თქვა სასწავლო პროცესი მშობელს მარტო ისეთი კუთხით არ ვაყენებ საქმეში რა თქვა გაზარმაც და ან თქვა დავალებებს ხო აი მარტო ესეთი ფორმით არა წარმატებებს და მიღწევებს უსიარებ. კი, როგორ არა, აი მაგალითად მკვეთრი რაღაცა პროგრესს რო დააფიქსირებ, თქვა რაღაცა უჭირს მაგალითად კონკრეტული თემა და აი მივედით ბოლოში და აი გაიგო. აუცილებლად მივწერ ხოლმე რა, აი თიც დღეს რაღაცა ძალიან გამახარა და მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ. რაღაც ამ კუთხითაც მინდა რომ ახლა მე თვითონაც მშობელი ვარ და ახლა ყოველთვის რაღაცა რო გიგზავნოს მასწავლებელმა ხო ცოტა შემოწმება კი რაღაცნაირად დამწრგუნველია რა რომ აი ყოველთვის სუდი ხდება მოდი კარგიც იქნება ვიცოდე პლუს ამას განმავითარებელ შეფასება იგზავნება დაახლოებით 3 წელიწადში ესაც თავისთავად სურათს აძლევს და მე უკვე თუ რაღაცა კონკრეტული ერთმანეთთან შეკითხვები არ გვაქვს აი ამ ტიპის ურთიერთობა გვაქვს ინტერაქცია გვაქვს კი და აუცილებლად ვიხმარებ ისეთ შემთხვევაში ხა ჩვენ მასწავლებლები თავისთავად ვუხსნით მოსწავლეებს ახლა დავალების აუცილებლობას კავშირ გაკვეთილზე სტორი ჩართულობა როგორი უნდა იყოს მაგრამ აი როდესაც თქვათ ირღვევა ეს ბავშვის მხრიდან გამოხატული პასუხისმგებლობა და არ რაღაცა ვერ ხედავ ხო მე უკვე აუცილებლად ვთხოვ ხოლმე დახმარებას რა მინდა რომ თქვენც აუხსნათ სწორად რომ ჩვენ ერთი ვართ და ორივე თქვენც და მეც ბავშვის мотиваციაზე ვართ და რაღაცა განვითარებაზე ვართ პასუხისმგებელი და რაღაცა ამისთვის აუხსნათ რომ ეს ჩვენ ერთად მუშაობთ და ძალიან კარგად კი ძალიან კარგად იმაშობა აისახება ბავშვზე ძალიან როცა იცის რომ მასწავლებელი და დედა იქნება თუ მამა იქნება ერთმანეთს კარგსაც უზიარებენ და თქვა რაღაცა რომ მოვიქცე ან რაღაცა ვიცუღლოთ ან რამე ის აუცილებლად დედას ეტყვის ოღონდ ისე კი არ ეტყვის რაღაცა გთხოვ თქვენც აუხსენით მე ველაპარაკე მაგრამ თქვენც დამეხმარეთ რომ მიხვდეს რომ ასე აღარ უნდა გააკეთოს და კარგად და როგორც წესი მუშაობს კი მე მიყვარს ზოგადად მშობელი ჩართული არის შვილის განვითარებაში. აი მარტო ისე კი არა სკოლაში წაიყვანა და დასაცმელი შეუძინა. არა, მან უნდა იცოდეს საჭიროებებს და განვითარების ეტაპიც. კი. შენ რახან ნასწავლი ყველა ასაკს და დაწყებითებშიც ხარ, რა სიტყვოდი აუცილებელია რომ ბავშვმა ენის სწავლა დაიწყოს აი ბავშვობიდან და თან რაც შეიძლება ადრე. არა. აი უცხო ენა იყოს მისი პირველი ენა, თან იცი რა ბევრს უხარია ეგ და მე მიგვიწყო. კი, მეც ბევრი მაგალითი შევხედე. ხო, ანუ ფერს რო დაადებ და
მწვანეს მაგურად გრინს გეუბნება და შავზე მე შავი უცებ მიაყოლებს, ხო, ანუ ცოტა არაბუნებრივია თითქოს. ეს სიგნალია, რომ რაღაცა ისე არ არის მის განვითარებაში სწორად და მოდი რაღაცებნა შევცვალოთ. ძირითადად ეს გავლენა ხდება YouTube-ით. აყურებენ ვიდეოებს, რომელიც გონიათ შორის მაგმიზნით, ბევრი მაგმიზნით აყურებინებს, რომ ინგლისური აქედან ისწავლოს. ყოლია ეგეთი მოსწავლე, ვინც მოსულა სკოლაში, პირველ კლასში, შარშანი იყო ეს ბავშვი, ინგლისური ცოტა ქართულზე უკეთ, მაგრამ პირველ რიგში, ანუ სასკოლო გაკვეთილის პროცესი მისთვის ძალიან ესეთი იყო, ანუ მოსაბეზრებელი ალბათ. იცი როგორიც, აი რაღაცა მე კი შევთავაზე სხვა რაღაცაები, მაგრამ როგორც კი მივედით უკვე სწავლა, ანუ ანბანზე გადავედით და რაღაცა ესე, ეს უკვე იმხელა სირთულე აღმოჩნდა იმისთვის, იმიტომ რომ აღარც ქართულის ანბანი იცოდა, აღარც ინგლისური იცოდა, უბრალოდ ინგლისური იცოდა. ანბანის გარეშე. მაგრამ ძალიან დიდი სირთულე ჰქონდა ქართულ, ანუ მშობლიურ ენასთან დაკავშირებით და რაღაცნაირად დაიბნა რა, ძალიან დაიბნა. და რა მოხდა მე როგორ განვითარდა მისი აი ზუსტად მან ჩავრთეთ მე კიდევ რა მშობელს აუხსენით, რომ ეს არ არის ახლა ეს არ გეგონოთ, რომ სასიხარულო ფაქტი არის. რომ საუბრობს, მაგრამ ფაქტიურად არის ეს. და რომ აუხსენით ეს ძალიან კარგად გაიაზრა, ანუ რუსულიც კი იცოდა ერთმანეთს მოვიდა და თუმცა მაშინ დათვიდან ისწავლა სამი ენა იცოდა, ანბანი არ იცოდა, არც და ქართული. და მე უკვე ეს არის. ხო, ამ მშობელმა გითხრა რომ ეს არის, ანუ ანბანის სწავლაში აუცილებლად მას ვიზავთო და მე დავეხმარებიო და პლუს ამას ამ ვიდეოებს და იმას ძალიან დიდი დოზით ამოიღეს ვიდეოები. ტელევიზორ ჩამოვიხსენ, წავშტო. ესე მითხრა რომ ძალიან მიხდა რომ მარტო ეს ენის პრობლემა არ იყო, ეს იყო უკვე თვითონ ბავშვის განვითარება, იმიტომ რომ ემოციების კონტროლიც უკვე უჭირდა ეს და ისეთი დოზით იყო მის ცხოვრებაში, ხო, აი ეს ვიდეოები. და მე დარჩა სკოლაში, გააგრძელა სწავლა, ისწავლა ანბანი. კი, ისწავლა ანბანიც ისწავლა და ქართული ენაც უკვე და ფაქტობრივად აი როგორც კი ქართული ენა მოაძლიერა, მე უკვე დანარჩენი საერთოდ. მე უკვე ხო, იმიტომ რომ იქ ძალიან ყოველს გაკვეთილი ხო დანარჩენი ინგლისურის გარდა ხო ქართულ ენაზე მიდიოდა და ძალიან რთული იყო მისთვის. მყოლი ეგეთი მოსწავლე, რომელმაც ძალიან სწორად გააკეთა, იცით როგორ აი ქართულშიც მასქნა, მაგრამ ეს ინგლისურიც ჩვენ ხარ ისეთი რომ მივხვდებით ხოლმე რომ ხა მისთვის ახლა ბავშვმა იცის ეს რასაც ვასწავლებ და რაღაცა დამატებით ვაძლევთ ხოლმე სავარჯიშოებს და აი ისიც კარგად წაიყვანა და თქვათ აი ქართული ენითაც ხო, მაგრამ ძირითადად უჭირთ. ანუ ეს გამონაკლისები ხო, გამონაკლისები. და შენ პირველ კლასში ასწავლი ან პირველ კლასელებს წელს არა, ზუსტი კი ყოველთვის ვასწავლე. და აი ამ პირველი კლასელებიდან რამდენი მოდის ისეთი რომ ინგლისური უკვე იცის? არის ნახევარი მაინც ესეთი რომ ინგლისური ნაკლები. არა, ნაკლები კი. მე მგონი გაიზარდა ეს შეგნება მშობლებში, რომ არ არის აუცილებელი ინგლისური დაბადებიდან პირველი ანუ პირველად. აი ჩემი დაკვირვებით, თორე იყო დაახლოებით 5-6 წლის წინ ტენდენცია, რომ ქართულზე უკეთ უნდათ რომ სწოდნოდათ ინგლისური. კი, მეც მაქვს გაგებული. ხო, და ის რაღაცა და ნუ ზოგი YouTube-დან არ სწავლობს, მაგრამ ინგლისურ ენოვან ბაღში მიდის და იქიდან. კი, ხო, აი ეგეთი ისინიც ქონდა. მაგრამ მაინც ახლა უკვე ესე ძალიან აღარ არის ინტერნეტ ალბათ. ანუ რაღაცა ალბათ სწორად მიაწოდეს ფსიქოლოგებმაც, ბავშვის განვითარების სპეციალისტებმაც ეს, რომ არ არის გადასარევი პირველი ენა აუცილებელია, რომ იყოს მშობლიური ენა. ისედაც ისწავლის, ხო, და აუცილებელია ამ ხელა სტრესში ჩააგდო ბავშვი. თავიდან და მით უმეტეს როცა ქართული მაგალითად არის. 5 საათი გვაქვს მაგალითად კვირაში ჩვენ ახლა პირველ კლასში და ხა კვირაში 5 საათით. თუ შეგიძლია გაიხსენო რაიმე სასაცილო ან ორიგინალური ან რამე განსაკუთრებული შემთხვევა შენი გაკვეთილებით. ძალიან ბევრია ხოლმე. მიყვარს ზოგადად. ხო, კი, ბოლოს გავიხსენებ
ბლოკეთის თამაში გქონდა და ჩემი ტელეფონი ვათხოვე ბავშვებთან რაღაცა ლიმიტი ამომეწურაო და გიხვეწებე და მითხარ ჩემი ტელეფონი აიღეთ და ახლა რადგან ჩემი ტელეფონი იყო ახლა აი ვაკვირდებოდი კიდეც ახლა ისე ზოგადად არ ვერევი ხოლმე ამ სწორი პასუხების იმაში და ესე მივუკაკონე ამ ჩემ ტელეფონზე ესე და ვაიღო შენ ჭრილები ქონია დასაჭრელი მე ვთხარი ეს ჩემი შილა კი რას ლაპარაკო ოღონდ ისეთი საყვარელი იყო ეს რა წამომიწია ეს ხელები და ზოგადად აი ეს რაღაცა სკოლას აქვს ეს განსაკუთრებული უშუალო ურთიერთობა მასწავლებელს და მოსწავლეს შორის ან დამშვიდობების დროს 12-ის საათზე ხოლმე მესამე გაკვეთილი და მესამე კლასებს მემთხოვა ხოლმე ხშირად და ძალიან შიოთ ლანჩის წინა გაკვეთილია და აბა რო ვეტყვი ხოლმე ახლა have a nice day და მოდი აი მე მაფინის სუნი რატო გაგდავჭები ეს არის რაღაცა აი სხვანაირია ეს აქვს ხიბლი ჩვენს პროფესიას რა აი რაღაცა ბავშვი მარტო არ გიყურებს დაფასთან არ გხედავს რა ვიცი ჯასახუტებლადაც მოსაფერებლადაც ისე და თავისი გაზრდით გამოგიხატოს ისე და რამდენად კარგი და დადებითია და აი უცბად ჩემ მეგობარს უთხრეს მაგალითად გამოვიდა კვდება სიცილით რომ პომადა რატო არ გისვიაო ისახარო დღესაც 5 ხასიათზე ხარო ეხლა აღარ მახსოვს, მაგრამ როგორც ვიცი კი მეც მქონდა ხოლმე, მაგრამ ხო, ყველაფერს აკვირდებიან, აი ყველაფერი იციან აბსოლუტურად, აი გაკვირდებიან. კი, სხვადასხვა აი ძალიან ემოციური ინტელექტი ძალიან შეცვლილი, იმიტომ რომ ძალიან ხვდებიან ხასიათზე, როგორ შედგა და აი ჩვენც ახლა მე რო ვიცი რომ მისთვის ჩემი ღიმილი ნიშნავს რომ განათდა. რაღაცა მე ჩვენც უნდა დავიწყოთ ჩვენი რაღაცა პირადი ისინი და შევიდეთ და ისეთები მათ როგორთაც უყვარხარ და უხარიათ მიშენიდან ახლა. აი, მოდი ბლიცზე გადავიდეთ, ეს არის რაფი კითხვები. შეეცადე ბევრი ფიქრის გარეშე აირჩი. მოდი დავიწყოთ. ბრიტანული ინგლისური თუ ამერიკული ინგლისური? British. ახლა. ამაზე მაინც ვისაუბრეთ, მაგრამ კითხავ ონლაინ გაკვეთილები თუ ოფლაინ? ჩემთვის სკოლაში და მე ვაბალანსებ ამას. კი, ვაბალანსებ და ჩემთვის ორივე ძალიან კომფორტულია და მიყვარს. კი ბატონო. ბავშვები თუ მოზარდები? ბავშვები. ჯგუფური გაკვეთილები თუ ინდივიდუალური? ჯგუფური. დილის გაკვეთილები თუ საღამოს? დილა. კაცრი მასწავლებელი თუ მეგობრული? მეგობრული. წიგნის სწავლება თუ ინტერაქტიული აქტივობები? ორივე აუცილებელია. აუცილებელია. დავალება კი თუ არა? კი. ინტროვერტი სტუდენტები თუ ექსტროვერტი სტუდენტები? დიდი დოზით ორივე რთული არის, ამიტომ ეს უნდა იყოს დაბალანსებული კი. მხოლოდ ინტროვერტი ან მხოლოდ ექსტროვერტი? კი, ძალიან რთულია ნამდვილად. 7 კლასი თუ ხმაურიანი კლასი? 7. მithumat es maisში. დაბეჭდილი წიგნები თუ ციფრული მასალები? ციფრული მასალები, იგივე დაბეჭდილი წიგნები გაციფრულებული, ძალიან კომფორტულია. კი, ნამდვილად გეთანხმები. ოკეი, და ალბათ იცი რისი დროა? ახლა ვიცი. ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც მოტივაციური ისინი ავარჩიო ბლოკნოტები და ეს ბლოკნოტი მოკლედ რაღაცა სიმბოლო გახდა, მაინც ყოველთვის ბლოკნოტს ვარჩევ ამ სიმბოლურ საჩუქრად და კალამი, რომელსაც აწევრია believe you can and you're halfway there. Oh yeah, great. ესე რომ ლოცვა ძალიან დიდი მადლობა. პოდკასტისგან შემახსოვრე და ძალიან დიდი მადლობა. მართლა ძალიან საინტერესო. ძალიან კარგ საქმეს აკეთებ. ძალიან. მართლა იცი რა არის, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ან უბრალოდ ფიქრობს, რომ მასწავლებელი გახდეს თუ არა, შეიძლება თუნდაც ერთი რაღაც დაამახსოვრდეს ჩვენი საუბრიდან. უკვე გამოდის, რომ ჩვენ კარგი საქმე დავაგდეთ და გავაკეთეთ და შენ მადლობა ამისთვის. ესე თავი მოგვიყარე, თუნდაც გაგვაცანი ერთმანეთი, იმიტომ რომ აი რა ჩამოუყევი ახლა შენ მას გვერდს, რამდენი კარგი ადამიანი აღმოვაჩინე და
კიდევ რამდენი გველოდება წინ. კი, იმედი მაქვს რომ გაგრძელდება და ბევრი აღმოჩენა გველოდება. კი, ჩემი მხრიდანაც, რავით, ჩემ მეგობრებსაც, კოლეგებსაც შემიძლია ვურჩიო და აი ესეთი კომფორტული და ლამაზი გარემო და შენ თვითონ კიდე განსაკუთრებული, იმიტომ რომ აი თოთ დასამახსოვრებელი გოგო ხარ და იქ ხარ. ნიუტონიდან რამდენი წლის წინანდელი. ძალიან და წარმატებები მინდა გისურვო ძალიან დიდი მადლობა. მეც გისურვებ წარმატებებს ყველაფერში. ძალიან დიდი მადლობა. აი ესე დასრულდა ჩვენი დღევანდელი პოდკასტი. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და თუ თვლით რომ ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს, დაალაიქეთ და გააზიარეთ. ხოლო შემდეგი პოდკასტი დაიდება შემდეგ ორშაბათს YouTube-ზე. კარგად.